მარიამ ჩამოსრიალდიდე. გაძალა მედგა ეს ხვავი რო ვიყიდე, ახლა ამდენი რა წაიღებს. დედიკო. წად. ბაზარი მოვიდა, ბაზარი მოვიდა. არიკო ეს შენის მერე მიირთვიდე და ესე იგი მოვედი სრულიად შოკჩაგდებული ადამიანი. კომბოსტო კიდე გაძვირებულა. ამ ორ კომბოსტოში კი მივათხრიში 5.5. რაც ამ პაწაწუნებში ნამეტანი მეძვირა, მაგრამ გაძვირდაო. ეს ვიყიდე. მარიკოს ვუყიდე მგონი 3 ლარი თუ რაღაც მივეცი. ნახოთ აფეთი როგორი სუნი აქვს. აბა დედიკო ნახე. წაისმე? საბავშვოა რაღაცა. ეს გადმოიქცევა, დაიჭირე და რო არ გენდომება ჩარჭე და მოუჭირედე. არ ვიცი ხალხო ესე როგორი ხევა. მართლა ვერ ვხვდე. რანაირად ხევა ესე, მაგრამ კომბოსტო ფარმადეპოს სელოფონში რატო ჩამინდეს? და ვერ გავიგე. კარგი. კარტოფილი ვიყიდე 2.5 ვინეგრეტისთვის. დაიკავე დედა. და ეხლა უნდა გავრეცხო და აი არ ვიცი რატო ვიყიდე ესე ძალიან იმიანი, იმიტომ რომ ამას რა გარეცხავს. აი რატო ვიყიდე მართლა ვერ გავიგია ესეთი. მაგრამ ეხლა რაღაცა აქვს გუდებას, თუ არ იცით. შემდეგი ხელსახოცები. აი ხა ამას რასაც გაჩვენებთ ხალხო, აი არ ვიცი, მგონი 1.60 ლარზე მეტი დავხარჯე. უნდა რა მოვიტანე ხა ისეთი არაფერი მომიტანია, მაგრამ აი არ ვიცი, რა ვიცი ხალხო. ვერ გავიგე. ჩვეულებრივი ძალიან შედარებით დაბალხარისხიანი. ლარინგოს კი იცით. ხო და წამოვაყოლე, რავი, მაინც კარგად ვიყენებ მე. შენი მესმის დედა, როგორ არ მესმის? კონტეინერები წამოვიღე, რომ ამეებით გადავწყვიტე წავიღო მჩატეა, სალათები ვიდრე ვთქვათ, მეორები შუშად, ანუ აი ძალიან მძიმეა. ყურის ჩხირი აღარ მქონდა და მე მანი ამჭირს ეგეთ რაცები უნდა მქონდეს ბევრი. ეს ვიყიდე მისთვის სოფიში დასაღებად ვიყიდე. ამით უფრო შემწვარ კარტოფილს ბევრს ვწოვთ ხოლმე სამში და მაგისთვის ვიფიქრე რომ იყო იდეალური. არაფერი. ეს ვიყიდე იმისათვის რომ ოთახში ჩვენთან განათებას ვტოვებ ხოლმე მარიამი როცა ყავს და მარიამი უკვე 3 წელია ყავს შესაბამისად თუ განათება გვაქვს ჩართული და აი ეს საყვარელი ვიყიდე. ვარსკვლავია. შენსავით ვარსკვლავია. ის ვიყიდე რა ქვია. სახითი სინა. სინა არ ქვია თუ რა ქვია. კბილის საჭირო ამბავია. და საპონი და ეს ვიყიდე კიდე იმისთვის რა ქვია. სასამთრებო. ოღონდ ჩემთვის არა ხალხო სოფელში მიმაქრა. აი ესეთი ამბები. ესე იგი ახლა უნდა იმას ვქნა რა ქვია. ყველაფერი დავახარისხო. ერთი ბარკალი წამოვიღე მჭირდება. მან მამა ჩემისთვის უნდა იმას ვქნა რაღაცა ერთი სადილე უნდა გავუკეთო ჩავუხრა რაღაცა ვიცი. 3 ლარის მწვანილი, კარგად ბევრია და მჭირდება. ნიორი, ხახვი, ამაში ერთად 5 ლარზე მეტი რა. გადავიხადე ხა ზუსტად, არ ვიცი 5-ზე მეტი რო გადავიხადე, ვიცი. ხო, ნიორი ვიყიდე, ნიორი საჭიროა. ბატონო. რაზევაში თუ თეთრია. აუ ძალიან და. და ნუ პრინციპში რამას ფული წაიღო, ასე რა ვთქვა, ეს არის ხორცი. ხორცი ვიყიდე ტოლმისათვის. ხო და ყველაზე აი დასაზარებელი ამით დავიწყოთ გოგოებო. აი მე ნახჩხილი მოვიტეხე მიშველეთ. გავთუთქოთ კომპოსტო. წყალი დავათქათ. ესეთ ჩვენი ტოლმის ფარში, რომელიც შევაზავე და სუნი აქ ხალხო, აი როგორი სასწაული ვერ გეტყვით. მე მგონი ჩემგან დადგება რაღაც.
ეს ახლა ძალიან სქელია, ამას ოდნავ წყალი უნდა დავამატო, იმიტომ რომ ანუ ხო და აუცილებლად ვამატებ ხოლმე ცოტა წყალს და ტომატს ხო და დავამატოთ. ტოლმას თითქმის ვამთავრებ, თან გამწარებული ვთუთხავ, თან ვახვევ, თან ვჭრი, თან, აი ესეთ ამ იმაში ვარ, იმიტომ რომ ენ რაოდენობის საქმე მაქვს ხალხო მართლა არ ვიცი და ყველაზე ისეთი აი საქმე მოვიშორე ტოლმა კიდევ ერთხელ მინდა გაჩვენოთ ის შეხვევა, რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს ტოლმაში. აი ასე. უაბლაც, უხლა. აი ასე მიყვარს მე ტოლმის მოხვა. თქვენ როგორც იცით, მე პატარა კომპოსტები მიყვარს, შესაბამისად ძალიან ბევრს ვერ ჩავუდებ შიგ-თავს. ბატონო. ოდნავ თითქოს კომპოსტო გადაიხარშა, ოდნავ, მაგრამ ეგ არაფერ შეგვიშლის ხელს. რა გინდა? მაგათთან მინდა დალაპარაკება გინდა? მერტო. თქვენ ახლა რა გითხართ? ერთი რაღაცა კარგი უნდა მოვიფიქრო. დღეს მივდივარ ალე-პაპასთან და ბევრი უნდა ვითამაშო, ქართველს არ დავარტყათ. გავიმეორეთ, რომ არ დავარტყათ, არ მოგდებათ. ერთი რაღაცა კარგი უნდა გითხრათ. ბაჭია! როგორები არიან ბაჭიები დე? გურჭვიტები. ლამაზები, ხოდე? ეს ფილოს როჭამ. ეგრე ჭამის. აი ჩადე, ჭუსტები მომიტანო, კაცო. არ გინდა ჩუსტები, დედიკო, მანდიჯექი ის არის, ძირს რაღაცები ყრია, სულ გაიმჭვერები უარესად. იჩი კარგი რაღაცა დაგიტყვა. რა ვიყიდე ამის შემდეგ. დედიკო, სოფელში მივდივართ ხვალ, საყვარელო დღეს არა, ჩემო ლამაზო. ხო. კი ბატონო. ვანცა როგორ იხნება? კი ბატონო. არ დაიმახსოვრე. კი, დედიკო, დავიმახსოვრე. ვაიმე, დედა, ვაიმე. რა იყო დე, რა გულშეწუხებული ხარ, შვილო? მოუწევი საქანელებზე რომ მიგიყვანა, დედა? არა, არ მომიყევია. რატო, საყვარელო? საქანელებზე ვიყავი. შეჭამა მერე ჩამოშია. არალელურად გოგოებო ფილე დავადგი და უკვე მოიხარშა ამასობაში 1-2 წუთში უნდა სულ თავი ბოლო რომ საბოლოო ხარშვა და ქათმის სალაცაც მივცხებ, იმიტომ რომ ანუ ბევრი საქმე მაქვს და მინდა რომ ეს მოვათაო და მოვაწყვიტო ეს ტოლმა და ფილე, იმიტომ რომ მე ვინეგრედი ვაიმე მაგას იმდენი დრო უნდა. მარიკო, რა შვები? რატო დადიხარ? დედა, თუ ჩამართვევინე ისაუბრე, თუ არა და რატო აწუხებ ამ ხალხს, ხარ რომ ყვილად იმაშვები, დე? ხო და ის არის გოგო. ბავშვებო, ერთი რაღაცა კარგი უნდა გითხრათ. რაღაცა. ეს ტომატა ვიყიდა, იასალისფერი გული. და შერმე მოვინტერა. მერტო. ათი წყალი მომიტანე რა. ხო, თუ შეიძლება. თუ დათავა. მომეცია. მერტო ჩემო. მერტო. შავოფინოთ კომბოსტოები. მე არ შემყვაშ კაცო.
ერთი რაღაცა მათა უნდა გითხრათ. მამა დაარღონდრო. მატყებს. რა ვიცი, იმიტომ ვიშორებ. რა მატყებს. რა ვიცი. ახლა თქვენ რა გითხრათ? წავშორებ პომადა? წავშორებ დიახ. კარგად იყავით. მე ახლა რა ვქდა? მაგის თული გწვით უნდა ვიწვალო? კარგი. ახლა რაღაცა უნდა მოვიფიქრო. აჰაი. Alright. Quanta sakede. არის კინოდები რა საკეთებ? აი, ეს ლამაზი პომადა შეყვარი. როგორ მიყვეს ესეთი პომადები? Cenșotole roketiat. Ești culi. Oħondat bevri pomadebi max. Tkun eħla. Rasit kwit. Mrusa pessimidi vartresh. Rasit kwit haba. Dedi qoragina rotqvan. ვიცი. დედიკო, გაიწიე, ვერ ხედავ კამერაში თავი არ გიჩასდე? აი, ეგრე საყვარელი. იცი, დღეს დაბადების დღეზე მივდივარ ბაშტი ბუბუშე. დაბადების დღეზე, მეგობრებო. გიხარიათ, ბაშტი ბუბუ რომ მოვიდნენ. დე. ბატონო. ბაშტი ბუბუ უნდა მოვიდნენ. როდის და? დაბადების დღეზე კი საყვარელი. ხო, ბაშტი ბუბუ როგორ მიხარია? ბაშტი ბუბუშე, გიხდები. ერთი რაღაცა კარგიც უნდა მოვიფიქრო კიდევ. აბე, ლამოჩეს. ხო. Ai, ეს პატარა ჭიქა. დავშტერა. პატარა ჭიქა. ტანჯერა. ჩაუქნა. გიხარია პაპასთან რომ მითხარ და ბებოსთან დედიკო? ხო. ეს ვანა ხო? რა ლამაზია. ოგი ყავია ხელში და აჩვენ. Alавიო. რანაირად გაქე გამოჩეჩული. რა ფერის ტურსაცხია და აბა შეხედე. შენს მეგობრებს აჩვენე და თორემ მე კი ვხედავ რა ფერია. ასანისფერია. აჰა. ასანისფერი ყოფილა ნახე. კი ბატონო. ვაიმე, დასრულდა ჩვენი ტოლმის ამბები. მე ძალიან დავიყალე, აი ტოლმა ძალიან მღლის. თან პროცესი ძალიან მიყვარს, სიმართლე გითხრათ, შეხვევის, მაგრამ დამღლელია რა.
ნახე მე ბევრი არ შემიხოვე, სადაც 35 წელი შევახვდე, მაგრამ ეხა ზოგი არის, რა ვიცი, ასაც აკეთებს, მგონი დიდი ოჯახი ვისაც. რა ვქნა ეხლა? ბასკეტბოლში უნდა გადავიხადოთ. ფული. პატარა ბაიარო ვიყავი. დაშუჩილჩიკდა. მამა მე პერებოთა. მე მამიკო ჭამიყვანა. კირჭმანა. მამიკო წავიდა. შამპანეურები იყიდა ტკბილეულებით. როგორ მიხარია? ჩემო, ცხლები უნდა ვიყიდო დუხები და დღეს დუხები უნდა ვიყიდო და მარუკები. იცი რომელი უნდა ვიყიდო? დუხი და ცხლის ლაქი. უნდა ჩემ უნდა იყოს და არავინ გამიტეხოს. მე კიდე უნდა გამომივწნავნო. კომპანია. დღეს დუხი უნდა გამომიგზავნოს კომპანია. ძალიან მალე გოგონებო, ჯერ არა, მაგრამ ნუ ცოტა მოგვიანებით. 1000 რამე მოვიდე, 1000 რამე 25%-იან. აი მე წუთით გოგოებო ეს გავჭეხელი არ გავიჭრა. რომო კოდს რომლითაც შეგიძლიათ შეიძინოთ 25%-იანი ფაზაკლებით ნებისმიერი პროდუქცია, რასაც მე გაჩვენებთ რა პროდუქცია შევა. რა თქმა უნდა, ჩვენს გამომწერებზე ვრცელდება ამ შემთხვევაში, ასე რომ ძალიან კარგი შეთავაზება. შემდეგ ათამაშდება კიდეც ვაუჩერი, თუმცა ამას ეტაპობრივად ყველაფერს გაგაგებინებთ. თუმცა 25%-იანი ფაზაკლება ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან ძვირიანი პროდუქცია, ისედაც არ აქვს ლიო ოილის. ხო ხვდებით, აი ძალიან დიდი ფასის პროდუქციები რო არის და 500 ლარი და 400 ლარი რო არის. აი მე დავიყალე, მიშველეთ. მე არ დავიყალე რა, ხო? არ დაიხალე გზაში. მალადეც დედა, რა ვიცი, მე კანცი გამკლავ. ერთი წყალი მოიტანე რა, დალიე. არ მინდა შვილო წყალი. დალიე. ხო დაცხა და დალიე. ასე. ღმერთო ჩემო დავცხა. ხეს. დღეს უნდა გამომიგზავნოს კომპანია დუხი. მობილიგად დედა გენაცვალა ცხოვრება. უნდა გამომიგზავნოს. ხო. კომპანია დუხი. და დღეს უნდა გამომიგზავნოს. მაგას დედა სუნამო ქვია, სუნამო. სუნამო? ბატონ. და ნინე შეჯახის დუხი. ასე. წავედით ახლა და დავადგათ რომ მედედა. რა დავადგათ? როგორ დედიკო? რა დავახთხათ? და საყარელო და ტოლმა. ტოლმა? აკიო, მაგაგებიჭები. ჭუნაში დავიკლე. 4 კილო რა. 4 კილო. ჭუნაში დავიკლე 4 კილო რა. 4 კილო ფეხზე. შვილო 4 კილო რო დაგიკლო, ახლა იქნებოდა 20 გრამი. ეხლა 20 გრამი. 20 გრამი? არ მისცემს. აბა ეს მხედავთ. ხმა
მარტო ხარ კათხდა რუაპლაც რა იყო გოგო ენი შავქმეთ დამთამდა მეგობრებო ვაბა იმე დღეს უნდა გამომიგზავნოს კომპანიამ სინამო იჩირაფერი იაშავნისფერი აბა თქვენ არ გიგზავნის სინამოებს აბა რა თუ არ გიგზავნიანო კიო კიო დღეს მე უნდა გამომიგზავნო კომპანია ათასი დრამა დღეს ფესტიბულში უნდა გადავიხადო იცი რო არის ცოტა ხანი დავიჯდე აი ძალიან უკიდურესად მეთკინა წელი, იმიტომ რომ ფეხზე ვდგავარ და ისე ვაკეთებ რა ძალა მაგდია, ოღონდ ვერ გეტყვით, არ ვიცი. რატო არ მიყვარს ეს დაჯდომა საქმის კეთების დროს? აი არ ვიცი, დაჯექი რა, ანუ რატო ვიღლი თავს მართლა ვეყურები, რატო არ ვჯდები? რატო არ დაჯდები და რა? იმიტომ საქმეს აგეტებ. ხო მართალია? მიხდი. Посмотрите. Ай მე. Хочешь кисалет ხელი ბოდიში. ვიცი დედიკო რომ უნდა დავჯდე. მაგრამ აბა ვჯდები? არა, დაჯექი. კაცო რა. ხო დაიხალე. ხალე კაცო ჭირის ხალე დაშვენე მე კაცო რაბი მე გიშვის ხეს ასე დედიკო მომეცი ხა კამერო რატომ უნდა ვისაუბრო მე მინდა შეხო ისაუბრე დედა მგონი იმაზე ბევრად მეტი ვიდრე უნდა გესაუბრო ჩემი აზრით შენი აზრით ასე რა გოგო რა არის დედა და ის არის ქართლის სალატი ხეშუნდა წავიდე მამიკომ უნდა წამიყვანოს მარიკო დედი შუქი რატოანთია ჩემო სიცოცხლე რა ვიცი ჩააქრე შენ ჩააქრე დედა მე უნდა ჩავაქრო აი ხა მამისის თავი მაქვს მე კიდე არ და სულ ორი ნაბიჯი სახლი გვაქვს კი ვიცით თქვენ ეს რატო დევს ანუ ვერ გავიგე კარგი სახაზე მეტყობა კიდეც ხო? მისა რა უკვე აქ არა ვარ. სადავაროღოდ არ ვიცი. მოვიმარჯვოთ ყველაფერი. და აი ეს რა თქმა უნდა, ოღონდ ანუ ცოტა მოგვიანებით, ეგ იმიტომ რომ ცხელია და ხა ხელებს ვერ დავიფუფქავ ნამდვილად. ესე ჭრის პროცესი ალბათ თქვენ კი ვერ დაინახავთ ესე. ძალიან ისა ვარ მირიალებული. აღარ მინდა რა. არ მინდა. გადაწყვიტე ვიყო კაცი. მოვჭ დამთავრებული ამბავია. რა მოხდა ვითომ? მე რო კაცი ვიყო. ვიქნებოდე მშვენიერი მამაკაცი. ეს ფილე რა თქმა უნდა არ არის გოგოებო ბევრი, მაგრამ დედა რო იყო ჩამოსული, გავაკეთე რა რა? შეგიშალე ხელი?
იმედი და როდის. ხო და გავაკეთე დიდით. ვაიმე, ხალხო. იმდეხას მივირთმევდით, რომ ბოლოს დედამ თქვა, რომ ვაიმეო, განცავა არ მინდა, მოდი გადავყაროთ, ანუ იმდენად ძალიან ბევრი იყო რა. ხო და მე პატარა გავაკეთე და კარგად გვეყო მშვენივრად, ისე რომ არც მოგუბეზრდა, მივირთვით, ეხა მარტო ამას ხوار მიირთმევ, ხო? სხვა რამეც რო არის, უკვე მგონია, რომ ანუ ძალიან ბევრი აღარ არის რა საჭირო დაიხვალო და რაღაც რა. ხო და ის არის, რა ქვია. იმიტომ ვიყიდე დღეს ცოტა კი არ და პატარა შეფუთვა. დღეს არ რაღაც გუში. ხო და გავჭერათ, არ ვიცი ამდენი ბულგარული არ მინდა აშკარად, იმიტომ რომ არ არის დიდი შეფუთვა. და კი არ მიყვარს ხოლმე დიდად მე გარეცხილი ბოსტნეულის უკან შედება, იმიტომ რომ მალე ლპება, აი ადრე ამბობდნენ ხოლმე რომ უნდა გარეცხო შეალაგო, არაფრით არ შეიძლება, ლპება ხალხო, ლპება. ხო, მაშინ შეგიძლიათ იმას თქვათ, როცა უშუალოდ მოგინდებათ პროცესში, მაშინ უნდა გაირეცხოს მაგალითად ბულგარული. რომ მესმის ხა როს შევა ვიღაცისთვის ო სისუფთავე თუ რაღაც, მაგრამ ნუ არ არის მისაღები რა. ძალიან მინდოდა ისა ბოსტნეულის სტოლმა, ოღონდ ხორცის გარეშე ბულგარული ბრინჯით და ამით. ვერა. არა და ისე მინდა გამეკეთებინა. აი ახლავნა, ნუ ბრატო არ ვიყიდე ბულგარული, ერთი 10 ცალი მაინც მეყიდა თქო, აი მე როგორ დამემართა. მაგრამ იქ ხوار გავაკეთო სოფელში. არა მგონია მაგის დრო არ მექნება, სოფელ 2 დღით მივდივარ და საქმეა 1,700,000. ძალიან მიყვარს და ჩემს უყვარს ძალიან სხვათა შორის ეგ. და ერთხელ წითელიც გავურიე და ანუ აი ხრტილი რო ღეჭო ეგეთი შეგრძნება მქონდა და ვერ აღფრთოვანდი, იმიტომ რომ ეს ცოტა გვიანი მაშვება და არ მომეწონა. ფერი კი ბატონო ლამაზია, მაგრამ რეალურად საერთოდ არ მოუხდა. გემოთი, ანუ იმდენად ის იყო რა. არ მომეწონა ძალიან. არ იღეჭებოდა რაღაცა, შეიძლება წინასწარ რაღაცა მოწელილი იყო წითელი, თქვენ როგორ აკეთებთ არ ვიცი. მაგრამ ჩემი ბიძაშვილი რო აკეთებს ხალხო, მაგას ეგეთი არ გეჭამოთ, აი არ ვიცი, სადმე არ არსებობს, რომ არა, ვარიანტი არ არის. ეგეთი მაგარი ალბათ გასინჯულიც არ გაქვთ, აი არ ვიცი, არა, ქვეყნიურად მაგარი. მაგრამ გენაცვალე მარტო მაშინ აკეთებს, როცა მისი ქმარი ბრუნდება ოჯახში. ჩემი სიძე მწვრთნელია, ინდოეთში მუშაობს, ბაზაზე. რა დედა? მუცელში რო იყავიდე, მაშინ გეფერებოდა. ანუ ეგ აინტერესებს კონკრეტულად. ხო და სხვათა შორის ჩემი სიძე ბევრჯერ მიხსენებია. მრავალი პრიზის მფლობელია, მოჭიდავე. არაერთხელ მოსახელებია ჩვენი ქვეყანა. ასე. მე მგონია, რომ ბულგარული მეტი აღარ უნდა იმდენად ბევრია, და მოდი გადავიდეთ მის დაჭრილზე. ძალიან ბევრი მიდევს. ამდენს ვერ იმას ვიზავ. ასე რომ როცა ჩამოდის ხოლმე და ძალიან ხშირად ჩამოდის, ან აქ შეხვედრები აქვს, ან რაღაცა, რა ვიცი, ბევრი საქმეები, მაშინ არის ხოლმე რომ აკეთებს და მეც ჩასაფრებული გახლავართ. აი მე ოღონდ ძალიან გთხოვთ, ნუ მეტყვით ახლა რომ ხელთათმანი აუცილებელია, ვიცი. მართლა ვიცი, რომ უკეთესია ხელთათმანი მეკეთოს, მაგრამ ნუ რა გავაკეთო ახლა. ვერ ვაკეთებ ეგრეთ. როგორც მგონი უმრავლესობა ადამიანების. სხვათა შორის ძალიან ბევრმა რესტორანმა განაცხადა უარი, რომ ზარელს ეკეთებოდა ხელთათმანი, იმიტომ რომ ასეო პროდუქტს ვერ გრძნობსო და შესაბამისად ეგ ამბავი მოკლედ დაიხურა ძალიან ბევრ რესტორანში. ასე რომ ვინც ამ დონის ზიზღიანი ხართ,
გონი უნდა იკითხოთ. გამბავი. უნდა იკითხოთ. ეს რო ჩილჩება ხალხო იმდენ ბევრი გამოდის მე. მაიონეზი დავაწყდა. ის არ ეყოფა. არც ერთ ვარიანტში. იმიტომ რომ ეს ქათამიც ძალიან იწოვს მაიონეზს და ვერ გავთვალე იმ დღეს და მაშინაც ეგრე დამემართა და რავი გავალმერი აქვე და ვიყიდიან ხვალოვე იმას ვიზავე აქვეა. მაღაზიებში ხმოვხვდები ხვალ ახლა წავალთ დილით და შემაქმა უეჭველი დილით ადრე მიდიო, იმიტომ რომ აღდგომებიაო და შეება ადგილი კი არის, ერთ ფეხიც ვერ ადგა მარშრუტკაშიო და ეხლა ხო წარმოგიდგენიათ, შეება წნევამ დამარტყას ბავშვი ბარგით. ბარგი ბევრი არაფერი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? გარეთ რო დარჩე ხო ხდები, გავაფრენა შეიძლება ჩემი გლუვა დაგჭირდეთ ისეთი აბავი მოვაწყო შუა იმაში რა ქვია. ადრე გავიდეს ახლა ამათი შევისო რაღა უნდა აკეთოს ხო რეალურად ხა ის ხო არის იმის უბნის მარშრუტკა რომ დრო უეჭველი უნდა შეუსრულდეს ადგება და წავა ეხლა თუ სულ შეივსება მაგრამ ბავშვი მაინც გავაყოლო ცოტა ადრე მივალ და ეხლა ძალიან ადრე 7 საათზე ვერ დავერჭობი ნამდვილად შემოსიხარულო მიირთვის ღვეზელი შენ მიირთვი დედიკო მინდა მერე მათხოვე და ეს გული მიდი თუ გიყვარ არის ღვეზელი მიირთვი რა რომ იმათხვი შენ მერე მათხოვე შენი ტურცაცხი თუ გინდა თქოდე სუნები რო ტრიალებს მიყვარს აი რა მიყვარს ფუსფუსი მიყვარს და ასე ტონის სუნი დგას იქათმის სუნი დგას აი ეს პროცესი ძალიან მიყვარს იმიტომ რომ მე ჭამა მიყვარს რა დედა კი ოღონდ თუ მიირთმევ დედიკო მოხცემა ბარას იზავს დედა აჰა მე დიდი მადლობა დამიდედე აი რო არიან ნელი ადამიანები ხო ხდებით ცოტა მეტი მიირთვი დედიკო რომ ეხლა ავდგები შენ საჭმელი ხო უნდა მიირთვა და რადგან საჭმელი არ გნებავს მაშინ ეგ რაც გიყიდე ეგ მიირთვი თუ შეიძლება თორე შენთვის კი მაქვს მსად დედა მარა აზრი ფილე ანუ ადრე არ მიყვარდა სიმართლე გითხრათ ეგრე მაგრამ რა დამემართა არ ვიცი ხო გითხარით კიდეც რომ დიდად არ მივირთმევდი ანუ ისე ჩემიც ახლა მარელი მოვაყარო და რაღაცა ეგრე ისუსნაო ეხლა ამ ყველაფერს რომ მე უფრო ხინკალი მირჩენია მაგას ხმა არ ჭირდება და იცით ეგ მაგრამ მე მგონი არ დარჩა ჩემი გამომწერი ვინც არის ის ჩემი საყვარელი კერძი ვინც ახლები ხართ გეტყვით რომ ხინკალია ჩემთვის შეუცვლელი რამ რასაც ვერც ერთ კერძში ვერ გავცვლი პირი რომ მოიწმინდა საყვარელო გავედით გოგოებო ფინალში მაიონეზს ახლა არ ვასხავ ოღონდ ბატონო მოგეხმარი გადამიღეო აჰა მარიკო გიღებ იმას ვამბობდი აი ის ნელი ადამიანები არიან ხო არიან კაცო ნელი ადამიანები და სულაც არ შეუძლიათ ეხა შენი არიქა ჰოპ 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 და გაკეთება რა რაიმე როგორ ასასწრებენ არ ვიცი იმიტომ რომ არა ვარ ნელი ანუ ნელ ადამიანებში აი არ გავდივარ რა და ვერ ვასწრებ ვერაფერს ასეთი შეგრძნება მაქვს და ვინც ხართ ნელი გოგოებო აი არ ვიცი აღდგომები რო ჩაიმის ალბათ მე დაასრულებთ კეთებას იმიტომ რომ მე სავარაუდოდ მაშინ დავამთავრებ და თქვენი არ ვიცი არ ვიცი ბულგარული ძალიან კარგად აქვს მე ვფიქრობ და ამაზე მეტი აღარ უნდა იმდენად ბევრია და იმდენად მასიურად ჩანს ისე წავიღე უკვე
საკმაოდ გვიანია, ჩვენ საკმაოდ ყველა დავიღალეთ სახლში, ანუ მე და მარიკო. როგორც ხედავთ, მას შევიღები, ახლა წავალ დასაბანად და ყველა კერძი სად არის? ხვალ წასაღებად. და ტოლმა გავსინჯი არის ძალიან გემრიელი. ყოჩა გვაცა.